მოგესალმებით ბატონებო, ქალბატონებო, ნათესავებო, მოყვასო, ძვირფასო მეგობრებო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაიხარეთ, გაღონიერდით, გაძლიერდით, გამდიდრდით, გამრავლდით. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მრევლი, ჩვენი საზოგადოება გამრავლდეს და არაფერი არ არის დაკარგული. ღმერთი კენჭიდან აღადგენს თავის საყვარელ ერს და ასეც იქნება. ეხლა რა ეპოქაა, რა მდგომარეობაა, მოგეხსენებათ, დღეს 24 იანვარია, მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ რატო არა ვართ მე და ჩემი მეგობარი ამ გადაცემების, ამ საუბრების ჩაწერისას, მე და ჩემი მეგობარი ამ წიგნის თანაავტორი გიორგი გეგა ხვედელიძე ერთად მოგეხსენებათ ჟამიანობის პერიოდია, იგი ხან სოფლად არის, ხან მე გახლავართ სოფლად, ჩვენ ერთმანეთს ფიზიკურად არ შევხვედრივართ რამდენიმე თვეა, თუმცა ტელეფონზე და სხვადასხვა საშუალებებით ხშირად საუბრობთ და უფრო განვრცობასაც ვაპირებთ ჩვენი თემების და ჩვენი ფრონტის ხაზის და დამერწმუნებით ფრონტის ხაზი ძალიან ბევრია. დღეს რაზე მინდა ვისაუბრო, პირველი ფაქტორი ეს იქნება ფაზისზე, მდინარე ფიშონზე, ამ ქვეყნიური სამოთხის პირველ მდინარეზე, რომელზედაც განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ფაქტად ჩანს და რჩება მოსეწინასწარმეტყველი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ აი ამ მუხლებს, ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა მიერ განიყოფის 4 თავად. სახელი ერთისა ფიშონ. ესე არც რომელი გარემოივლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, ანუ ხავილასასა, მუნსა და იგი არც ოქრო. შესაბამისად ვისაუბროთ მდინარეზე ფასისი, როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, ფიშონი, ჩვენ ვაიგივებთ, ჩვენ ვამტკიცებთ, ვასაბუთებთ, რომ ბიბლიური პირველი მდინარე, 4 მდინარეთაგანი, ფიშონი არის იგივე ფასისი. ჯერ რაც შეეხება ფაზის, მდინარე ფაზის და ზოგადად ამ სიტყვას. ეს სიტყვა ძალიან ძველი სიტყვა, მოგეხსენებათ, ალბათ 25 საუკუნის წინანდელი სიტყვა, დიახ, უფრო გვიანდელი სიტყვაც არის და საქმე რაში მდგომარეობს, რომ ამ სახელწოდების მქონე მდინარეები, ამ სახელწოდების და მსგავსი სახელწოდების მქონე წყლები მხოლოდ იმ ქვეყანაში არიან, იმ არეალში არიან, რომელსაც ქართული მიწა და ქართული ქვეყანა ქვია და ქართული მხარე ქვია. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ საქართველო დღევანდელ საქართველოს რესპუბლიკაზე 10ჯერ დიდი ტერიტორიაა, 12ჯერ დიდი ტერიტორიაა და შესაძლოა გაცილებით მეტიც. თუ ჩავყვებით 45 საუკუნის წინანდელ და 40 საუკუნის წინანდელ ამბებს და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ამას დიდი გენიოსები ქართველები ამბობენ და რატომღაც ეს ძალიან ბევრგან გადახაზულია და ამოჭრილია დღევანდელი საისტორიო სახელმძღვანელოებიდან. ანუ მდინარე ფასისი და მდინარე ფასისები და მდინარე ფასისის მსგავსი სახელის მქონე მდინარეები, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ საქართველოშია და თითქმის არსად არ გვხვდება მსგავსი ფუძის, მსგავსი შინაარსის, მსგავსი ასოთა წყობის მქონე სახელწოდებით მდინარე და რაზე მეტყველებს ეს. პირველი მე უკვე ვახსენე წინა გადაცემაში, რომ ძველი მახასიათებლებით ფასისი იყო ის მდინარე, რომელიც შესაბამისად ევროპისა და აზიის კონტინენტ შუაზე ყოფდა და მოდით დავიწყოთ ყველაზე შორეული, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნიდან ფასისიდან, თუმცა რამდენადმე ეს არ არის შორეული, იმიტომ რომ იქ უამრავი ქართული კვალია ნაპოვნი. ეს არის კაფა თეოდოსია
ნიკოფსიის მაღლა, სადაც უამრავი ქართული კვალია ვიმეორებ, ეს არის ქერჩის ყირიმის გასასვლელი, მდინარე დონი, სადაც უერთდება შავ ზღვას, მდინარე ტანიასი იგივე, მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უწოდეს ან შეცდომით, ან ზედმეტსახელად, ან მეორე სახელად, ან სახელად, როგორც ვახსენებ უკვე ფასისი, რომ იგი ყოფდა იმ ადგილას, ეს მდინარე ყოფს ევროპასა და აზიას ორ ნაწილად. მეორე უკვე დიდი სახელოვანი და მნიშვნელოვანი ავტორი ესქილე ყუბანს, მდინარე ყუბანს, რომელიც კრასნოდარის მხარეში, ანუ პირიქით კავკასიაში, მოდით ესე ვთქვათ და ეს მრავალი წელი ქართული მიწა იყო, მე-15 საუკუნემდე ხო საერთოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამწყსო იყო იქ და სამრევლო და იურისდიქცია, შესაბამისად ეს არის მეორე ფასისი. მესამე ფასისი ვიტყვი, რომ ცალცახად ორი აზრი არ არსებობს ამაზე, უამრავი წყარო, უამრავი რუკა, უამრავი ცნობა გვეუბნება, მათ შორის ჰიპოკრატეც საუბრობს ამაზე, რომ ეს არის მდინარე რიონი. იგიც ერთ-ერთი ფასისია, იგი იწყება ერთ-ერთი მისი სათავე, მას სამი სათავე აქვს, ეხლა ეს ჩემი ნათქვამი არ არის, ზოგი ათავსებს მის სათავეს რაჭის მთებში, სოფელ ღებთან, ღართან და იქ არის ფასის მთა და ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ფასის მთიდან მომავალი მდინარე ფასისია, ეს არის რიონი, რომელიც ჩამოედინება, მოგეხსენებათ, ჩამოივლის ქუთაის, სამტრედიას და ჩაედინება შავ ზღვაში ქალაქ ფოთთან. ზოგი მე წინა გადაცემაშიც ვთქვი, რომ ფიქრობს და ამას ვიტყვი, რატომაც ფიქრობენ ასე, ზოგი ფიქრობს, რომ ამ მდინარის სათავე, ანუ ფასისის დიდი შედინებით რო შედის შავ ზღვაში, მისი სათავე არის ჯერ მდინარე რიონი, შემდეგ შესაბამისად მდინარე ყვირილა და მერე მდინარე ძირულა და ძირულას მერე მდინარე რიკოთულა და რიკოთზე იწყება ეს წყალი და იქიდან ჩამოედინება, ეს არისო მისი სათავეო და ამ შემთხვევაში უკვე აქტუალური აღარ არის სიტყვა ფასი, ფასის მთა და ასე შემდეგ და რიკოთიდან იწყებაო მდინარე ფასისიო, ის ძველი ფასისიო, რომელზედაც ძველი ავტორები საუბრობენო და მესამე შესაბამისად ჩნდება ესეთი წინადადება, თუ არ ვცდები, სიმონ ჯანაშია იყო ამისი ერთ-ერთი ავტორი, ამ იდეის ავტორი, რომ ხანისწყალი არის მდინარე ფასისის, იმ დიდი სახელოვანი მდინარე ფასისის სათავეო, რომელიც ფოთთან ჩაედინება შავ ზღვაშიო. ეხლა მე შემდეგში განვიხილოთ ეს სამივე ვარიანტი და რას ნიშნავს და რატომ არის ესეთი აზრთა სხვადასხვაობა ამ მდინარის სათავეზე. რაც შეეხება მდინარე ჭოროხს. ჭოროხსაც ერთ-ერთი უდიდესი მახასიათებლები აქვს მდინარე ფასისისა და ჩვენი აზრით ეს არის სწორედ ის ფასისი, რომელზედაც საუბრობს სტრაბონი, პროკოფი კესარიელი, ფსევდოსკილაქსი კარიანდელი, პლინიუსი და ასე შემდეგ, ძველი დიდი ავტორები, გრანდიოზული ავტორები, რომლებიც ძალიან ხშირად, აი შეიძლება ითქვას, რომ მოდით უფრო რიცხვებს ვიტყვი, 150 ჯერ ახსენებს თავის შრომებში, თავის წიგნში პროკოფი კესარიელი მდინარე ფასის წარმოგიდგენიათ და 100 ჯერ დაახლოებით სტრაბონი ახსენებს და პლინიუსი ახსენებს 80 ჯერ და სხვადასხვა ავტორები ახსენებენ ფასისი, წარმოიდგინეთ როგორი ყურადღების ქვეშ იყო და როგორი დაკვირვების ქვეშ იყო ეს რეგიონი, რომ სულ ფასისზეა საუბარი და ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ სხვადასხვა წყაროებში, სხვადასხვა რუკებზე, სხვადასხვა ავტორების მიერ ნახსენები ფასისი, აკამ ფასისი,
ფოასი, ხარფასოსი, აი ესეთი სახელწოდებებით არის მოხსენიებული და მე ჭოროხი. და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფასისი, ეს არის რუკებზეც უამრავ განვნახავთ, ეს არის მდინარე არაქსი. მდინარე არაქსი, რომელიც 4 მდინარეთაგან არის სახელწოდებით გიჰონი, გეონი. მდინარე არაქს, იგივე არას, იგივე არეზ, იგივე რასხს, იგივე როგორც ვთქვით, ფასის, იმიტომ ქვია ფასისი სათავეში ოღონდ, ეს ხშირი შემთხვევაა, რომ მდინარეს ერთ კუთხეში ერთ ადგილას სხვა სახელი ერქვა, შუაში სხვა, მერე კიდევ სხვა და ყოველ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ჟღერდეს რა. და შესაბამისად, იმიტომ ქვია მას ფასისი სათავეში, რომ იგი ფასიანიდან იწყება, ბასიანიდან იწყება და ეს მისი მხარეა და ფასისის მხარეა. შესაბამისად, ამ მდინარეთა გარდა უამრავმა შესაბამისად ეს სახელწოდება, ან მსგავსი სახელწოდება მიიღო და სრულიად არ არის გასაკვირი, რომ აი სახელოვანი ფასისის გამო რომელიმე პატარა მდინარეს, რომელიმე უსახელო მდინარეს, როცა ამის მდინარეების სახელდებები ხდებოდა, ხო? მაგალითისათვის ჩვენ სადმე დავსახლდით, იქ ადამიანები არ არიან, ჩვენა ვართ პირველი მოსახლეები, ვთქვათ, და ამ მდინარეს რაღაცა გვინდა დავარქვათ, ხო? შესაბამისად პოულობთ რომელიმე სხვა მდინარის ანალოგს, ეს ჩვეულებრივი რამეა, როდესაც ადამიანები გადასახლდებიან ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, მიაქვთ ძველი ეტიმოლოგია. ეხლა ჩვენ რომ მაგალითისათვის გადავსახლდეთ რომელიმე სხვა კონტინენტზე და დავაარსოთ ქალაქი, ხო, დავარქმევთ ახალ თბილისს რა, ლოგიკურია, ხო? იგივე ორლეანელები ჩავიდნენ ამერიკაში და შექმნეს ახალი ორლეანი, ან იორკელები ჩავიდნენ და შექმნეს ახალი ნიუ-იორკი. ასეთი და ამდაგვარი და ასეთად ჟღერადი სახელები არის მაგალითისათვის იგივე რუსეთისა და საქართველოს გამყოფი მდინარე აფხაზეთის ჩრდილოეთში, მდინარე ფსოუ, ხო? უამრავი ადამიანი ამ მდინარეს ეძახის ფასოუ. და ძალიან ყურში საცემია ფასოუ უკვე რაღაცნაირად დაკავშირებულია ფასისთან. ასევე რა თქმა უნდა ფასისობა არც ფსოუს არ დაუბრალებია არასოდეს და არავის არ დაუბრალებია მისთვის ფასისობა, მაგრამ გვაქვს მდინარე შიდა ქართლში ფცა, იგივე ფრონე და რა გასაკვირია, რომ მათი სახელდება რაღაც დონეზე დაკავშირებულია ამ მდინარეებთან, ფასისთან. იგივე რო ჩამოვდივართ მაგალითისათვის მდინარე ჭოროხის სამხრეთით არის მდინარე რომელიც ხუფათში ჩაედინება, ხუფათში და ამ მდინარეს აფსაროსს ეძახიან და ყველას გაგიგიათ აფსარი, აფსაროსი, აფსარის ციხე ზოგს აქვს ლოკალიზირებული გონიოს ციხე, მაგრამ ჩვენი შეხედულებით იქ არ იყო აფსარის ციხე, ამაზე შემდგომში ვისაუბროთ. შესაბამისად, ხუფათში მდინარე რო ჩამოედინება, ეს არის მდინარე აფსაროსი. შემდგომ ცოტა სამხრეთით ჩავიწიოთ, არის უნიკალური, ულამაზესი ლაზური ქალაქები და ერთ-ერთი არის არქაბი, სადაც ჩამოედინება ფრიტანისი, ფირთინისი, აი ესეთი სახელწოდება აქვს ამ მდინარეს. ზოგი ახლა უკვე ფორტუნას ეძახის, იმიტომ რომ კარგად ჟღერს მდინარე ფორტუნა, ფრიტინისი, როგორც ძველად ერქვა და მოხსენიებულია, ესეც ნახეთ როგორ გავს ამ სახელწოდებას. შემდგომ კიდე თუ წავალთ, აქ ყველა მდინარე, რომელიც ლაზეთის მთებიდან გამოედინება, მსგავსი ძალიან დაახლოებული სახელებით არის და ჩვენ აი რუკები გვაქვს იქ დადებული ჩვენს ილუსტრაციებში, უძველესი დაახლოებით 4-5-3 საუკუნის წინანდელი შედგენილი რუკებია და იქ არის კათედრა პიტიუსა მითითებული ტრაპეზუნთას აღმოსავლეთით და მე ამ კათედრაზე თუ რა კათედრაა ეს და რატო ამან პიტიუსა, დიდი პიტიუსა შემდგომ გადაცემაში ვისაუბროთ, თუმცა ეხლავე ვიტყვი, რომ ჩვენი აზრით, ჩვენი შეხედულებით ეს არის ის დიდი პიტიუსა,
საიდანაც პირველ ეკლესიო კრებაზე მონაწილეობდა ეპისკოპოსი ნიკიას კრებაზე და ბიჭვინთა არის ქართული ბიჭვინთა სულ სხვა მხარეა, სულ სხვა ადგილია და სტრატოფილოსი ბიჭვინთელი პიტიუნტელი უпростоრეთ ეპისკოპოსი აი სწორედ აქედან იყო ეს არის დღევანდელი ქალაქი ოფი, დღევანდელი ქალაქი სურმენე, ტრაპეზონთას აღმოსავლეთით და იქაც ოფიუნტის მდინარე, პიტიუსას წყალი, ოფიუნტის მდინარე ჩაედინება, რომელიც ოფის წყალს ეძახიან, ოფის წყალს ხშირად და ოფისდერე, ასეთი სახელწოდება აქვს და ესე ძალიან გავს ფასის. შემდგომ შესაბამისად არის ტრაპეზუნთა, ლაზები მას ტემტრას ეძახიან, ჩვენ ტრაპეზუნთას ვეძახით, იმის იქით კიდე კერასუნთა და ეს სუნთა ზანთა დაბოლოება ძალიან მრავლის მეტყველია. ამ ტრაპეზუნთას წყალი არის ძალიან საყურადღებო ფისიდისი. მერე უკვე ოსმალური სახელი, მერე თურქული სახელი უпростоრეთ არის მისი დეგერმენდერე. და ფიქსიდისიც როგორი მსგავსია ფასისის, ხომ წარმოგიდგენიათ. შემდგომ ამის კიდე დასავლეთით რომ წავალთ, არის საოცარი ქალაქი, სადაც დადიხარ ქალაქში და ძალიან ხშირად ნახულობ ქართული ჰაბიტუსის მქონე ადამიანებს და გესმის ქართული საუბარი და ხშირად მოდიან შენთან და გეუბნევიან, გურჯი ხო არა ხარ? გურჯი ხარ შენ? ეს არის ქალაქი ფადისა, დღევანდელი ქალაქი ფაცა და მის გვერდზე არის უნიე, ორდუ, კოტიორა, ესეთი ქალაქები და აქაც ჩამოედინება ფაცას წყალი, ფათისის წყალი, ფასიდის წყალი, რომელიც ასევე ფაზის მსგავს, მეტი რო არ შეიძლება იმდენად ეს სახელწოდება და კიდევ ჩვენი დროის ლეონტი მროველი, ჯუანშერი და არსენ ბერი ასე ვიტყოდი მე და არ მომერიდება ესეთი შეფასებების თქმა, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ხატავს რუკას, სადაც კელკიტის წყალს არქმევს, რომელიც იასონის კონცხთან ჩაედინება, წარმოვიდგინეთ, უკვე სადაც ქალაქი ამისუა და ახლოებით იქა ჩაედინება შავ ზღვაში და მას რუკებზე ფასისი აქვს მასზე მითითებული. შესაბამისად 15 მდინარეა დაახლოებით, რომელიც თავისი ასოთა წყობით ძალიან გავს ფასის და 5 მდინარეს უკვე საკმარისი ინდიციები აქვს შესაბამისად იმისთვის, რომ რაღაც დონეზე მეტნაკლებად დაიბრალოს, იტვირთოს და მიმგვანებული იყოს იმ ფასისთან, რომელ ფაზისზე და ძველი ავტორები საუბრობენ. მე უკვე ვახსენე, რომ დღეს არც ერთ მდინარეს აღარ ქვია, ხო ფასისი? არც ერთ წყალს ოფიციალურად, აი ფასისი ესეთი მარტო შუა საუკუნეებში, ადრე შუა საუკუნეებში, ანტიკურ ხანაში, მაცხოვრის დაბადებამდე ერქვა მსგავსი სახელები მდინარეებს. რაში მდგომარეობს ახლა საკითხი და რატომ ვეძებთ ამას და რა გვაინტერესებს ჩვენ. შესაბამისად უამრავი მოვლენა, საკაცობრიო მოვლენა, არა ის რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, არამედ მთელ კაცობრიობასთან არის დაკავშირებული, ვითარდებოდა მდინარე ფასისის ხეობაში, მდინარე ფასისის კალაპოტში და როგორც ჩანს, დასაბამის დროსაც კი შესაბამისად აქტუალური იყო ეს მდინარე, ხო? როდესაც ამ ედემის ბაღიდან, ამ ქვეყნიური სამოთხიდან გამოედინებოდა. იგივე მოსეს ხანაში რა აქტუალური ყოფილა, ხო? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აიეტის ხანაა ესა. საქმე რაში მდგომარეობს? მოდით წავყვეთ ესეთ მოვლენებს რა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის პროკოფი კესარიელის მიერ აღწერილი ფასისის კალაპოტში და ფასისის გასწვრივ ფასისის ხეობაში არსებული მოვლენები, ლაზიკის დიდი ომები. შესაბამისად, უამრავი დახასიათება აქვს გაკეთებული პროკოფი კესარიელს ამ მდინარეზე და სწორედ რომ ეს ყველანაირად, ეხლა აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ მიესადაგება
შესაბამისად მდინარე ჭოროხს, მდინარე აკამფსის და გაცილებით ნაკლებად, გაცილებით მცირედით მიესადაგება მდინარე რიონს თავისი მახასიათებლებით. იგივე სტრაბონის მახასიათებლები, სტრაბონი წერს, რომ სტრაბონი მაცხოვრის თანამედროვეა და დაიბადა ჩვენი წელთაღრიცხვის ჩვენ წელთაღრიცხვამდე 50-იან წლებში და გარდაიცვალა ჩვენი წელთაღრიცხვის 20-იან წლებში. სტრაბონი დიდი გეოგრაფი, დიდი მეცნიერი, დიდი სწავლული, დიდი ისტორიკოსიც, ასე ვთქვათ. იგი ამბობს, რომ მდინარე ფაზისზე აგებულია 120 ხიდი. 120 ხიდი და დღეს 21 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში, რკინაბეტონის ხანაში და საინჟინრო ფურორების ხანაში, რიონიდან, ანუ რიონზე, მდინარე რიონზე, ფოთიდან ქუთაისამდე სულ რაღაც 5-6 ხიდია აგებული ტანჯვით, წამებით და თავისთავად საინჟინრო შედევრებია ესენი და ისე იცვლის მდინარე რიონი კალაპოტებს, რომ უამრავი ნარიონალი არსებობს, გამოთქმაც არის რიონი ნარიონალში, ნიორი ნანიორალში. ხან ვინც იცნობს ახლა დასავლეთ საქართველოს, ხან ფარცხანაყანებში მიდიოდა ხოლმე რიონი და ხან ჯაპანასა და დაფნარაში მიდიოდა, ესეთი ამპლიტუდა ჰქონდა მის ცვლილებას შეიძლება ითქვას კალაპოტისას. და შესაბამისად უმთავრესი ერთ-ერთი ძალიან დიდი ავტორი, ასე ვთქვათ, ეს არის პლინიუს დიდი, რომელიც პირველ საუკუნეში ცხოვრობს და კიდე საოცრად გვიხასიათებს მდინარე ფაზის და იგი წერს, რომ მდინარე ფაზისზე გარდა ქალაქი აიასი იყო კიდევ 5-6 ქალაქი და ჩამოთვლის ამ ქალაქებს. იგივე აია, იგივე ჩირქეიუმ, იგივე ჩინიუმ, იგივე ქალაქი, რომელიც იყო შესასვლელში, იგივე თეინდორი და იგივე სურიუმი და ასევე რაღაც გარკვეული რაოდენობა. ზუსტად ამ სიტყვას ამბობს და კიდე არა და რაღაც მნიშვნელოვანი რაოდენობა კიდევ ქალაქებისა. დღეს გეოლოგიის ზეობის ხანაში და საინჟინრო ტექნოლოგიების ხანაში წარმოგვიდგენია ჩვენ, რომ მდინარე რიონზე ფოთიდან ქუთაისამდე ყოფილიყო 5 დიდი ქალაქი: ჩირქეიუმ, ჩინიუმ, აია, თეინდორი და თვითონ შესართავში არსებული ქალაქი. და კიდევ რამდენიმე, მაგალითად 7, 8, 9, 10 ქალაქი მდინარე ფაზისზე. ასევე ხოლო რაც შეეხება შესაბამისად მდინარე ჭოროხს და მის აუზს, დღესაც არის ისეთი დიდი, ძალიან ფართოდ გაშლილი სოფლები, სადაც ხიდები და გზები და ნავთსაყუდელები და მრავალი საინჟინრო ნაგებობებია შემორჩენილი მდინარე ჭოროხზე. ესე რომ აუყვეთ აღმა გონიოდან აუყვეთ, მერე ერგე, მერე მირვეთი, მერე კირნათი, მერე მარადითი, მერე ბორჩხა, მერე იგივე ართვინი და მაღლა ავდივართ, უამრავი ქალაქი და სოფელი დღესაც არის გაშენებული ამ მდინარის კალაპოტში და შესაბამისად გვაძლევს საოცარ ცნობას გვაძლევს პლინიუს დიდი ქალაქ აიას ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ 15 მილში პლინიუს დიდი რომაელი იყო. 15 რომაულ მილში ზღვიდან დაშორებული არის ქალაქი აია. არც მეტი, არც ნაკლები, ეს გახლავთ 25 კილომეტრი. და თუ თქვენ ზღვის სანაპიროდან აითვლით მანძილს და გადმოხვალთ ხოფადან, ძველი ხუფათიდან უღელტეხილით და ჩამოხვალთ ჩიხალას წყლის კალაპოტით ქალაქ ბორჩხაში, ზუსტად 25 კილომეტრში
ანუ 15 რომაულ მილში იქნება ქალაქი ბორჩხა. ესეთი დამთხევა, ეს ერთი დამთხევა, რომ ქალაქი აია ზუსტად ამ ადგილას არის პლინიუსის მიხედვით. ასევე არის ძველი მე-4 საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე ავტორი სკილაქსი კარიანდელი, რომელიც წერს, რომ მდინარე ფაზისზე აღმა 180 სტადიონში არის ქალაქი აია და არც მეტი არც ნაკლები 180 სტადიონი გამრავლებული 178 მეტრზე გამოდის 32 კილომეტრი. არც 33 კილომეტრში და არც 31 კილომეტრში, ანუ ზუსტად 32 კილომეტრში მდინარის შესართავიდან, ჭოროხის შედინებიდან ზღვაში აღმა უამრავი ნავი დადიოდა და მოგზაურობა იყო მანდ გემებით, მცირე გემებით და ნავებით. ზუსტად 32 კილომეტრში არის ქალაქი ბორჩხა. ჩვენ გნებავთ ამ ვიდეოს გარეკანზე და გნებავთ პირველივე კომენტარში დავდებთ ამ ქალაქის ზეთხეთს, რუკას, ფოტოს, სატელიტიდან გადაღებულს და კიდე ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი. ის რომ როდესაც ქალაქ აიას ახასიათებს პლინიუსი, ამბობს, რომ ზუსტად ამ ქალაქში, ზუსტად ამ აიას ადგილას ორი საკმაოდ დიდი განსაკუთრებული მდინარე შეედინება ურთიერთსაწინააღმდეგო მხრიდან მდინარე ფაზისში და ეს ლათინურად ასე ჟღერს საიანეოს და ჰიპოს. რა თქმა უნდა, საბჭოთა ისტორიოგრაფიას, სხვადასხვა ისტორიოგრაფიას სამწუხაროდ ეს აქვს სამწუხაროდ რა ფაქტია, რომ ესეა. აქვს იდენტიფიცირებული დღევანდელ დასავლეთ საქართველოში და რიონის შედინებებში და აქაც ზუსტად ქალაქ ბორჩხაში, რომელიც იყო აია და კიდე ერთხელ გეუბნებით მე ამას როგორც ვერსიას ეგრე არ ვამბობ, რომ არ ვიყვეთ ამაში დარწმუნებული და მრავალმხრივი წყარო არ გვეუბნეოდეს ამას როგორ ამოვუშვებდით პირიდან. შესაბამისად ზუსტად ქალაქ ბორჩხაში ყოფილ აიაში ორი დიდი მდინარე მარჯვნიდან დღევანდელი დევისწყალი, იგივე ბაგნისწყალი, იგივე ჰიპოსი შეედინება მარჯვნიდან და ზუსტად ამავე ადგილას მარცხნიდან შემოედინება მურღული, რომელიც ჩემი აზრით იყო საიანეოსი, ხოლო აი ეს დევისწყალი, ჰიპოს რატომღაც თარგმნეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც ცხენი და ჩვენ ჰიპოსით რო იწყება სიტყვა, უამრავი სიტყვა გვაქვს, ხო, ჰიპოტენუზადან დაწყებული და ჰიპოთეზადან გაგრძელებული და ცხოველს ქვია ჰიპოპოტამი და კი ცხენსაც ქვია ზღვის ერთ-ერთ მცენარეს და ზღვის ერთ-ერთ ცხოველსაც ქვია ჰიპოს და ასე შემდეგ და დევსაც ქვია დევი, გრანდიოზულის ერთ-ერთი ჰიპერმარკეტი და ჰიპო და ასე შემდეგ. ხო გაგვიგია? შესაბამისად შესაძლოა იქ არის დევის წყალი, ეს არის ძალიან გაზაფხულზე აი კარჩხალის მთიდან ჩამომავალი წყალია და სასწაული ადიდება იცის და დევი ვიდღრიალებს. ეს წყალი მის კალაპოტსა და მასზე აგებულ ხიდებსაც დავდებთ ჩვენ კომენტარებში. და ჰიპოს სრულიად შესაძლებელია რომ დევსაც ნიშნავდეს და ეს არის დევის წყალი. საკმაოდ დიდი გადაცემა გამოგვდის, მაგრამ მე ამისართქმა არ შემეძლო. რამდენი წუთია ჯერ? 33? შესაბამისად აი უკვე რაღაც ნიუანსები ვისაუბრე მდინარე ფაზისზე და მის იდენტობაზე სტრაბონისეულ და პლინიუსისეულ და პროკოფისეულ მახასიათებლებზე და ქალაქ აიაზე და წინა გადაცემაში ვისაუბრე ოქროზე და აი ამ ქალაქ აიაში, რომელიც განთქმული იყო თავისი ოქროს საწმისით და თავისი ოქროს მოპოვებით და ოქროს ტექნოლოგიით და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთი მდინარე მარცხნიდან, რომელიც ჩამოედინება და შემოედინება
მდინარე ფაზისში ჩამოედინება ქალაქ ბორჩხაში, აიაში. ეს არის მურღული და მურღულის სათავეში არის სოფელი სანსული. ზანთა სული, რა შეიძლება ეს ეჟღერდეს, თუ არა და სანსული რომ ნამდვილად თქვია, ამას წყალი არ გაუვა. დღეს უკვე თურქულად დაარქვეს დამარ. აი აქ არის დიდი ოქროსა და სპილენძის საბადო, საიდანაც მოგორავენ და მოგორავდნენ, უფრო კარგი იქნება ამის თქმა, ოქროს ნამცეცები აიაში. მარჯვნიდან ჩამოედინება იმერხევი, რომელიც რეცხავს ოპიზის ქანებს და იქიდან ჩამოედინებოდა და ჩამოდიოდა აიაში ოქრო, მდინარეს მოსდევდა. შესაბამისად არტანუჯის წყალი მოდიოდა და არტანუჯის წყალი საოცარი ხეობა, ულამაზესი ხეობა არის, რეცხავდა კლარჯეთის ციხის და შატბერდის ეკლესიის ჩრდილოეთ ფერდს, ასე ვთქვათ, და მოქონდა ოქრო და თვითონ ართავანში, სადაც ართავანი არის, იქ ჩამოდის ულამაზესი ხატილას წყალი, ხატილას ხეობა, რომელიც თავად დღეხლას ასწაული ძიება მიდის იქა და ასწაული ძებნაძიების გეოლოგიური სამუშაოები, მასაც მოაქვს ოქრო და მთელი ჩვენი სამშობლო ოქროზე დგას. ზოგის ქვეყანა რო ნავთობზე დგას, ზოგის ქვეყანა რო უდაბნოშია, ჩვენი ქვეყანა დგას მტკნარი წყლების, უგემრიელესი წყლების გარემოში, ოქროს მთებზე და ოქროს საძირკვლებზე. ანუ ეს მახასიათებლები, ვთხოვთ, კიდე გაცილებით მეტი მახასიათებელია, მაგრამ დრო და გადაცემა უკვე ძალიან დიდი გამოგვივა. შესაბამისად, მე მინდა ახლა გადავიდე შემდეგ თემაზე, გამომდინარე წინა გადაცემიდან, დამავიწყდა კიდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, უდიდესი ავტორი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, სტრაბონი, რამდენიმეგან, ერთგან კი არა, 7-გან, 8-გან ამბობს, რომ მდინარე ფასისი იწყება მესხეთის მთებში, მოსხიკეს მთებში. ამ შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი, რომ იგი იწყებს სათავით, რა თქმა უნდა, შუა წელსაც ახასიათებს, შედინებასაც ახასიათებს, შავ ზღვაში ამ მდინარესაც, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის, რომ მესხეთის მთები და მოსხიკეს მთას ახსენებს იგი ძალიან ბევრჯერ. და სწორედ ეს რამდენჯერაც ამისი კომენტარები და განმარტებები ხდება მეცნიერების, ისტორიკოსების მიერ, ძალიან მარტივად ესე მიაწერენ, რომ სტრაბონი ცდება. სტრაბონს ეშლება. იყენებენ მის წყაროებს და მერე უცებ გამოჩნდება ესეთი სქოლიუები კომენტარებში, რომ სტრაბონს შეეშალა. პროკოპი კესარიელი ცდება, პროკოპიც იგივეს ამბობს. იგივეს ამბობს პლინიუსიც, რომ მესხეთის მთებიდან, არმენიის მთებიდან, ეხლა არმენია რატო ვახსენე? ზუსტად არმენიის მთები და მესხეთის მთები როგორ შეიძლება ერთი და იგივე იყოსო, ეხლა ეგრევე გაჩნდება ლოგიკური კითხვა. თვითონ სტრაბონი ამბობს, ზოგან რომ ამბობს, რომ მოსხიკეს მთებიდან და მესხეთის მთებიდან იწყება, იქვე ამბობს სტრაბონი, რომ ამ პერიოდში, ანუ სტრაბონის ეპოქაში, აი იმ ახალი დაკარგული აქვს იბერიას, ეს ტერიტორიები და არმენიას აქვს მიტაცებული, ესე ორჯერ მოხდა ხან 1 საუკუნიანი, ხან 2 საუკუნიანი, 3 საუკუნიანი მიტაცება არმენიის მხრიდან და ჯამში ალბათ არმენიის სახელმწიფოს ეს მხარე ქონია სულ 4 საუკუნე და ჩვენ გვქონია დასაბამიდან, აი ქართლოსისა და თარგამოსის ეპოქიდან 35 საუკუნე. შესაბამისად ჩვენ ვპოულობთ საოცრებას და ეს არ ვიცი რატო არის ან აქამდე არ აღმოჩენილი, ან დამალული, რომ აი აქ მე წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ, ზუსტად მოსხიკეს, მესხეთის, მესჩიდ დაგიდან იწყება. მესჩიდ დაგიდან და ფაშაკის მთიდან, სოფელი ფაშაკიდან
ფშანიდან ფაში არის თუ სხვათა შორის მდინარე ფისონს, ფაზის ფაში ქვია თურქულად, ოსმალურად. შესაბამისად მესხეთის მესჩიტდაგიდან და სოფელი ფაშიდან იწყება მდინარე ჭოროხი. ანუ იქაც არის ფასის მთა, იქაც არის მესხეთის მთა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია და ეს ისეთი მთა არის 3 კილომეტრნახევ 3300 მეტრიანი მთა არის კარი ბასიანისა და სასპირეთის რეგიონში და ეს განსაკუთრებული წერტილია, მაღალი წერტილია, აღსანიშნავი წერტილია, ეს უბრალო მთა არ არის და ზუსტად აი ამ მთიდან გამოედინება. ზუსტად აი ამ ადგილიდან გამოედინება მდინარე ფისონი, ფასისი, აკამფსისი, აი ეს სახელწოდებები უკვე რამდენიმეჯერ ჩამოგითვალეთ. ანუ პირველი მდინარე შეიძლება ითქვას მდინარე ფისონი შეძლების და მაგვარად რაც შეიძლებოდა რომ გადაცემათა ფორმატში ჩატეულიყო მე დავახასიათე და კიდევ ერთხელ ნებისმიერ ადამიანს შემიძლია გადაუგზავნო ელექტრონული ვერსია სამწუხაროდ წიგნები აღარა გვაქვს დაბეჭდილი რამდენიმე ისეთ ჩასწორებული და ნამუშევარი ეგზემპლარი დაგვრჩა და იმედია ისევ დაიბეჭდება. ეხლა მეორე რა მინდოდა მეთქვა წინა გადაცემაში მე ვახსენე როდესაც საუბრობდი თურ ჰეიერდალზე ვახსენე და კატეგორიულად გავუსვი ხაზი რომ იქ სადაც თურ ჰეიერდალი ეძებდა ალბანურ ტომს უდინებს და თავისი ეთნარქის ოდინის წინაპრებს იქ არასოდეს უცხოვრიათ მეთქი ალბანელებს და ერთ-ერთი ადამიანი შემომეხმიანა ამ თემაზე და შემეკითხა რომ ხომ არ ვცდები რამე თუ ესე წერია სახელმძღვანელოებში და ეს ნაღმია მართლაც ასე წერია სახელმძღვანელოებში და ეს თან ტყუილია თან არასაჩვენო ტყუილია და თან ნაღმია კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არ არის ჩვეულებრივი რამე რა ალბანეთი მართლაც არსებობდა ეხლა ძალიან ბევრი ვინც ჩაუხედავია და უბრალოდ ჩვენი გულშემატკივარია იფიქრებს რომ რაშუაშია აქ ალბანეთი და აი ბალკანეთის ალბანეთი არის ტირანა რო არის დედაქალაქი და აქ კავკასიაში სამი სახელმწიფო არსებობდა თქვათ 15 საუკუნის წინ ერთი იყო ალბანეთი მეორე იყო არმენია და მესამე იყო იბერია ქართლ-კახეთი იმერეთი და სამეგრელო და ზანეთი და ჭანეთი და ასე შემდეგ და მაგალითისათვის იმ პერიოდში სამი სახელმწიფო არსებობდა ანუ კოლხი და ქართლი კოლხიბერი ასე ვთქვათ მეორე იყო ალბანეთი ეს იყო ქრისტიანული მართლმადიდებლური სამყარო რომელიც მერვე საუკუნეში გაქრა არაბებმა და სომხებმა გადაყლაპეს შესაბამისად ეს ერი გააქრეს ან ასიმილირდა ან ამოწყდა მათი დიდი ნაწილი და უმცირესი ნაწილებია და ეს სახელმწიფო ეს ქვეყანა დღევანდელი ბოდბეს, გურჯაანის, სიღნაღის, გულგულას, ალვანის, ზაქათალას, ბელაქანის, ალიაბადის, გიშის ადგილას არასოდეს არ ყოფილა. მით უდმეტეს მათი ეკლესიის იურისდიქცია, არასოდეს არ გავრცელებულა მათი ეკლესია, მათი იურისდიქცია, მათი ეკლესიის იყო აი სადაც არის პარტავი, ბარდავი, მტკვარ-არაქსის შესართავთან, სადაც არის მოვაკანი, სადაც არის მინგეჩაურის წყალსაცავის სამხრეთით და ესოდენ ჩრდილოეთით, ანუ დღევანდელ საინგილოში. ეს ქვეყანა არ არსებულა, ბატონებო. იქ ყოველთვის იყო საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, ყოველთვის იყო ყველა ქართული ეკლესია და ყველა ადამიანი იქ მაცხოვრებელი იყო ქართველი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და ჩვენ ეკლესიას არასოდეს მსგავსი რამე არ გაუკეთებია, რომ შეჭრილიყო სხვა ეკლესიის იურისდიქციაში და იქიდან წამოეღო სამრევლო, წამოეღო ეკლესია, წამოეღო იურისდიქცია, განედევნა იქიდან მათი სამღვდელოება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს რაც შეეხებოდა ალბანეთს. და
ამ თემაზე ამოვწუროთ საუბარი. მე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მტკვარ-არაქსის შესართავზე და შეიძლება იმაშინ დაუბრუნდეთ ამ თემას, ან თუ რამე კონკრეტულ კითხვას დასვავთ ამ საკითხზე. კიდე რაზე შეიძლებოდა მე საუბრა ამ გადაცემაში. მგონი ძალიან დიდი ხანგრძლივობის გადაცემა გამოგვივიდა. მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, თანადგომისათვის, ყურადღებისათვის, მოსმენისათვის, გაძლევისათვის. გაუმარჯოს ერთიან დიდ საქართველოს და დიდ ქართულ სამყაროს, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე დღეს არის რუკებზე დახატული და აი უკვე ვამთავრებდი გადაცემას და აი ამ მომენტში გამახსენდა ერთ-ერთი უდიდესი ისტორიკოსი, მართალი კაცი, რომელიც გამოცხადებულია დიპლომატიურ ენაზე და რაღაც იქ აკადემიურ ენაზე რომანტიკოსად. გამოცხადებულია ზედმეტად პატრიოტად, ხომ გამიგეთ და გამოცხადებულია მოდით პირდაპირ თქვა გამყალბებლად, გამფეტიშებლად და აი რომ აფეტიშებენ, რომ აბაიბუქებენ რაღაცას. ეგეთ ადამიანად ეს არის ბატონიშვილი თეიმურაზი, ერეკლე მეფის საყვარელი შვილიშვილი, უკანასკნელი მეფე გიორგი მე-13-ის ვაჟი, რომელიც იყო პეტერბურგის აკადემიის წევრი, დიდი ისტორიკოსი, დიდი გეოგრაფი, დიდი გეომეტრი, დიდი პოეტი, დიდი მწერალი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი, რომელიც იყო კოპენგაგენის ერთ-ერთი სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი, რომელიც იყო პარიზის სააზიო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი, იგი იყო მარი ბროსეს მასწავლებელი და გარდაცვალება მოუსწრო ამ დიდ ადამიანს, თორე უნდა გამხდარიყო პარიზის სამეცნიერო აკადემიის წევრი, სრული წევრი. ალბათ 2-3 წელიწადში გარდაცვალების შემდგომ ყველა ვარიანტში გახდებოდა. მე ხ რატო ჩამოვთვალე ჩვენ ქართველებს გვიყვარს რეგალიები და შესაბამისად ჩვენ თუ უცხოური არა ვთქვით რაღაცა ის რა ფასეულობაა, ხო, სამწუხაროდ. ცოდვა გამხელილი ჯობსო და აი პეტერბურგის უნივერსიტეტის და აკადემიის სრული წევრი როგორ გახდა, კოპენგაგენის როგორ გახდა თუ ფლიდი და მატყუარა იყო და გამყალბებელი და შეცდომებზე გებდა თავის ნაწარმოებებს, პარიზის სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი როგორ გახდა, დავით რექტორის მოსწავლე იყო იგი, ქრისტიანი კაცი იყო, წესიერი კაცი იყო და მას აქვს შექმნილი უამრავი წიგნი და ერთ-ერთი განსაკუთრებული არის ეს განძია, ეს ყველამ უნდა წაიკითხოს, ეს არის იბერიის საქართველოს ისტორია დასაბამიდან აღწერს, ამბობს საოცარ რაღაცას ეს ადამიანი, რომ ჩვენი, ანუ ქართველების, ანუ ქალდეველების, ანუ აი ამ ხალხის შთამომავლები არიან ასურელნი. ვინ აპატიებდა ამას? ვინ აპატიებდა ამის დაწერას, წარმოიდგინეთ. იგი ასევე ყვება მოციქულებზე, როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში. ვინ აპატიებდა ამას? შეიძლება ითქვას დაწუნებული წიგნია, გადახაზული წიგნია და რისი თქმა მინდოდა ეს ადამიანი ამბობს, უნდა გავაგრძელო ეს საუბარი, თორე შემდეგ გადაცემაში გამიჭირდება ამაზე საუბარი. შესაბამისად ეს ადამიანი ამბობს, წერს, გვაძლევს გეოგრაფიულ კოორდინატებს, რომ მდინარე იორისა და მდინარე ალაზნის სრუტეში, ანუ ახლოს შედინებაში ერთმანეთთან არის ქალაქი ხორანთა და აქ იყო უამრავი ძველი ქალაქი. იგივე ჩვენი ეთნარქების აშენებული ქალაქი, კახოსისა და კუხოსის აშენებული გრანდიოზული დედაციხეები, ჩელეთი და რომელსაც შემდეგ ერქვა ბერ და იგივე ხორანთა. და ეხლა 2015 წელში, 2016 წელში გახსნეს იქ ეს
და აღმოაჩინეს დიდნაურის გრანდიოზული ნაქალაქარი 33 საუკუნის წინანდელი და იგივე სატევრები, იგივე ისრები, იგივე მასალა აღმოაჩინეს, რაც მაგალითად გრაკლიანში აღმოაჩინეს და რაც კოლხეთშია აღმოჩენილი და ასე შემდეგ. აი ესეთი ადამიანი ყავდეს და საერთოდ არავინ არ იცოდეს, და საერთოდ არასად არ იყოს მოხსენიებული, იშვიათია და უცხოა. ეს ადამიანი შემდეგი გადაცემის თემა იყო ეს ბატონიშვილი თეიმურაზი, ტრაგიკული ადამიანი, დიდი ადამიანი, გენიოსი ადამიანი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ავტორი. სულ 5 ადამიანი ყავს, ხო საქართველოს ისტორიის ავტორი, რამდენი მაქსიმუმ იმ ძველი ასე ვთქვათ. მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატებები, ღვთისმწყალობა, დიდი მადლობა.